გამარჯობა. გამოვედით როგორც იქნა ბუნებაში და დანის ტესტების ვიდეოს ჩაწერას ვაპირებთ რა. ნახოთ, იმედია კარგად გამოგვივა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში რაღაც აზრი და წარმოდგენა აუცილებლად შეგვექნება და ფიქრობდით მე და გიო როგორი სახის უნდა ყოფილიყო ეს ჩვენი დანის ტესტები და რაღაცა შევჯერდით რომ კარგი იქნება თუ გავაკეთებთ ამას პროდუქტზე, რაც ყოველდღიურობაში რაშიც შეიძლება ყოველდღიურობაში გამოვიყენოთ და დავჭრით პროდუქტს, და მარტივი პროდუქტები იქვე ავარჩიეთ და წამოვიღეთ და ამავდროულად და როგორც მოგესწრებათ გარდა პროდუქტებისა და არის საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტის და შეიძლება მოგვიწიოს რაღაცა ცოტა არასტანდარტული ნივთების გადაჭრა და უნდა გვიცოდეთ რა შეუძლია ამ დანა, შეუძლია თუ არა ცოტა მძიმე ტესტის გაძლევაც, შეუძლია თუ არა თქვათ მეთმარ დაგოჭიროს, მაგრამ ცხოვრება და ხდება მანქანაში რაღაცა შლანგის, რემნის გადაჭრა, ან უბრალოდ რაღაც სამეურნეო საქმიანობისას, მოკლედ დანას როგორც ვიცით აქვს მრავალი დანიშნულება და რაღაცა კონკრეტული დავალებები მინდა რომ მივცეთ ახლა იქ ცოტა ხეგავთალოთ და რაშიც უფრო ხშირად და უფრო სტანდარტულად გამოვიყენებთ ხოლმე დანას აი ამ საქმისთვის. მინდა რომ გავტესტოთ და ვნახოთ რა შეუძლია კონკრეტულ მოდელებს რა. განხილვებს ალბათ უყურებთ ხოლმე ჩვენსაც და კი ვაქებთ ამ დანებს და მოგვწონს ხარისხი და ერთი შეხედვითაც ძირითადად ეთყობა ხოლმე და იგრძნობა რომელიც ხარისხიანია, რომელიც ნაკლებად ხარისხიანი და ასე შემდეგ და ახლა ვნახოთ უშუალოდ როგორი არის საქმეში რა. დღეისთვის ავარჩიეთ თუთაუნის მაგი მეგობრებო, აი ეს დანა ალბათ გახსოვთ განხილვებიდან, თუ არა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი თუთაუნის ვიდეო და იქ არის ტარის მასალა და გამოყენებულია წინ ბოლსტერას ჩანართი ჯიათია, უკან კარბონი, კარგად დამუშავებული, იქაც ვამბობდი რომ ხელში კარგად ის ეს დანა და არ იქნება შემაწუხებული უშუალოდ ჭრის და საქმიანობის დროს. ჩამკეთი როგორც ხედავთ აქსისია საკმაოდ რბილი, ტიტანის საკიდი გვაქვს და ბექსპეისერი წონა ძალიან კარგია, სიგრძე სიგან გაბარიტები ყველაფერი ყუთი არის დატანილი მეგობრებო, 31 სანტიმეტრია მთლიანი დანის სიგრძე და აქედან 10 ბოდიში 8.5 სანტიმეტრია უშუალოდ მჭრელი პირი. 8.5 სანტიმეტრი და ვფიქრობ საკმაოდ ისეთი ზომაა ეს. საკმარისი იქნება რა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ყოველდღიურ დანიშნულებით სახმარად რა. უფრო პატარა დაინთაც შეიძლება ბევრი კარგი საქმის გაკეთება და დიდი პირთაც ეს რაღაცა საშუალო სტანდარტული ავარჩიეთ ამჯერად რა და ვაპირებთ დღეს ამ დანის გატესტვას. მისი მეგობარის ზიგით წამოვიღეთ, აქ სხვაობა თითქმის არ არის ტექსტურირებული კარბონისტარი და ფოლადი ამ შემთხვევაშიც იგივე გვაქვს, იგივე T10S M3-ია ამ დანაზე ფოლადი მეგობრებო, იაპონური ფოლადია, სამფენიანი, სანმეია და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს რა. ფასიდან გამომდინარე კარგია ვამბობ, არსებობს რა თქმა უნდა უკეთესიც და უარესიც. ამ დანის ფასი გიო თუ გამახსენებ 375 ლარი რა და ნახოთ მოდი ამ ფასიან დანას რა შეუძლია რომ გაგვიკეთოს რა. ეხლა ვიზუალურად ეს ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს და ნახოთ უშუალოდ საქმეში. ეს ტანტოპირიც გვაქვს ამოღებული, მაგრამ ეს რავი სამომავლო დავტესტოთ. ეხლა ერთ დღეში ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. აქვე ასევე წარმოვიღეთ თუთაუნის სხვა მოდელებიც, უფრო ძვირიანი, უფრო ეს მაგბი მაგალითად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელია. აქ უკვე განსხვავებული გვაქვს ტარის მასალა, ტიტანია ინტეგრირებული კრისტალური დაფარვით, ფოლადი M390 გვაქვს შავი DLC დაფარვით, ეს უფრო ტაქტიკური დანა, თუმცა უშუალოდ საინტერესო იქნებოდა საქმეშიც როგორია და რავი ნახოთ თუ იქნება ინტერესი თქვენი მხრიდან მეგობრებო, მომავალში მათი ტესტებით შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე slip joint-ი წამოვიღეთ თუთაუნის, ტიტანის ლაინერები გვაქვს, კარბონის ტარი, მაგნაკათი ამ შემთხვევაში ფოლადი, ეს ძალიან კაი დანა და ღირებულებაც არაა მაღალი, 650 ლარად არის ეს დანა ჩვენთან. აი სულ ამაზესი მოდელი წამოვიღეთ კიდევ, ნახეთ რა ლამაზი მწვანე ტიტანის წარი აქვს, კარბონის ჩანართი, ფოლადი ამ შემთხვევაში M390 და ესეც ლიმიტედია. მოკლედ ეს თუთაუნის დანები კარგი გასაგებია, ეს ცოტა მაღალი კატეგორია და უფრო მომავალში ვნახოთ რა თუ იქნება ინტერესი შეგვიძლია გავტესტოთ. დღეს მოდი როგორც თავიდან გითხარით ეს მაგი გავტესტოთ. გავტესტოთ ჯერ პროდუქტებზე და შემდეგ გადავიდეთ ცოტა უფრო მძიმე ტესტზე, გადავჭრათ რაღაც თოკები, შლანგები და ასე შემდეგ დანარჩენი ვნახოთ ეტაპობრივად მივყვეთ ვიდეოს რა. მოდი დავიწყოთ ამას გადავალაგებ ხა და დავიწყოთ პროდუქტის ჭრა უშუალოდ. კაი, დავიწყოთ ყველაზე ესეთი მარტივი ზაფხული მოდის კიტრი პომიდორის დაჭრით და მოდი დავიწყოთ კიტრის ჭრა. ეხლა აქ პრობლემა რო არ შეგვექნებოდა ზუსტად ვიცოდით, უბრალოდ რამდენად სასიამოვნოა ჭრა. რა ვიცი, შვენიერი, იდეალურია. პომიდორი.
დღის ბოლოს კაი სალათიც გამოგვიყვება. კაი, ეს კიტრი პომიდორი. ეხლა არ მინდა რომ ცოტა დონხალი გამიკეთდეს, მაგრამ მე მგონი დავეტევით დიდი სამუშაო დაფა გვაქვს. ვაშლი ავიღოთ. ვაშლი ცოტა ისეთი საჭრელია ხოლმე რა. არც გაუხედქია, არც გამოუხედქია. შენივად. ეს აყოფო ცხოვრება პროდუქტებზე უბრალოდ რამდენად პრაქტიკულია დანახელში, ამას ვხედავთ და მე უფრო ცოტა მძიმე ტესტზე რო გადავალთ, მე უფრო გამოჩნდება ამ დანის შესაძლებლობები. პური დავჭათ, მოდი. პირის ზომა ისეთი აქვს, რომ წესით ამპურს კარგად გაწვდება და არ გაუჭირდება. ცოტა მაგი და არ გვივარგა. მე ვერ გაწვდა უკვე შუაში. ორი და ზეხვი გვაქვს კიდე წამოღებული. მოდი ესეც ვნახოთ. ზეხვი საინტერესოა, ზეხვის ჭრა უფრო ისეთია. ცოტა თხელი ნაჭერი ჩამოვჭოთ, მოდი ცოტა გავერთოთ. შვენიერი, ეს პროდუქტები მეგობრებო. ეხლა ცოტა მძიმე ტესტებზე მინდა რომ გადავიდეთ და რაღაცა ისეთები დავჭრათ, როგორც თავიდან ვისაუბრეთ, პროდუქტის გარდა, შეიძლება მოგვიწიოს სხვა რაღაცა სხვა რამების დაჭრას და რეები კონკრეტულად. მოდი ახლა ვნახოთ ამ დანას გავასუფთავით და განვაგრძელოთ. აი, საწყისად ესე ვიფიქრეთ, რომ ჯობია ფურცელი გავჭრათ, ყველაზე მარტივი ტესტი რომ დანა ფორმაშია ვნახოთ. დავიწყოთ შემდეგ ტესტი და ბოლოს ისევ გავჭრათ ფურცელი და ვნახოთ რა იქნება. მოდი ავიღოთ აი ეს რეზინის მილი. დავჭრათ. ხდება ცხოვრება მანქანაში რაღაცა გაგვიფუშდა და დაგვიზიანდა და გვაქვს თქოს ეს თუთაუნის მაგი და რას იზავს? უნდა შეეძლოს მისი გადაჭრა. აფერი, გადავჭრით კიდეს და გადავაბოთ კიდეს, პრობლემა არ არის. კარგი, ეს 1 მილი თქვათ, უფრო დიდი მილის გადაჭრა მოგვიწია. კარგია, კაი ფოლადია. შვენიერი. ეხლა თოკების გადაჭრას იმასკათ მოდი პარაკორდით დავიწყოთ. ეს რანაირი პარაკორდი წამოგვიღია, გიო მეორე უნდა წამოგვეღო. კაი. ორი ძენძება, არ მეყვარს ეს თოკი. ძირითადად ეს ადგილი მუშაობს და იტვირთება ესეთი ფორმა არა, პირის სამუშაო ფორმა, სადაც დატვირთვა ლანდ მოდის. ახლა უფრო მსხვილი თოკი ავიღოთ. საინტერესოა. შინიც რა, ისევ თოკის მე მგონა რაღაცა იყო რეზინასავით. და უფრო მსხვილი თოკიც გვაქვს წამოღებული. ნახოთ. ინტერესოა. ცოტა მეტი ძალის ხმევა უნდა, მაგრამ პრობლემა არაა, დაგჭირდება და გადაჭრი. вообще არ რთული, საერთოდ არ რთული უკაცრავად. და დღეისთვის ბოლო მძიმე ტესტი რაც მოვიფიქრეთ, არის კონსერვის გახსნა და ეხლა კონსერვის გავხსნათ, ბარემ აბა ვნახოთ.
ხის გათლა არის კიდევ, მაგასაც ხე გავთავოთ ბარემ გიო. კაი, მათხოვე. გავუკეთოთ ბარი მწვეტი. ის გადაჭრას დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და ეხლა მოდი კონსერვი გავხსნათ. აგია. ხალხად მანები გავიკეთო. კარგი, დავიწყოთ მოდი კონსერვის გახსნა. რავი, თოკებზე მე მგონი ბევრი არაფერი. პრობლემა არ შექმნია ჩვენ პირს ეხლა ყოველ შემთხვევაში. ესე თვალით შესამჩნევი არაფერი და მე ბოლოს ფურცას გავჭით. აბა ვნახოთ კონსერვთან მიმართებაში რას იზავს. ჭიი ძალიან კარგად მიდის. იდეალურად. ესეც ჩვენი კონსერვი. ეხლა ამას გავწმინდა. ხელსახოცი მათხოვე გიო თუ შეიძლება. ახლოდან კიდე შევხედოთ და ფურცელის გავეჭრევინოთ. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა, არც ნაკაწრი, არაფერი. რა თქმა უნდა, ჩამკეტი მექანიზმის წყობშია როგორც უნდა იყოს. მოდი ბარემ ფურცელის გავჭრათ. დაზიანება არაფერი. თვალით შესამჩნევი ნამდვილად არ ეტყობა დანას. მოდი ფურცელის გავჭრათ. აი არაფერი, ამას პატარა მასათის გასმა და ისევ ინფორმაცია იქნება და ეხაც მუშაობს შესანიშნავად. მოკლედ, მოდი შევაჯამოთ ეხლა. დაუბრუნდები ისევ ჩემ ადგილს და თავიდან ვისაუბროთ ამ დანაზე. მოკლედ, რო შევაჯამოთ ეხლა რა შეიძლება ითქვას ჩვენს მაგზე. რა ვიცი, მშვენიერი და ძალიან მომეწონა პირადად გმაყოფილი. ეხლა ეს იყო ჩვენი პირველი ტესტი. და შედარებას ვერ ვაკეთებ სხვა დანებთან, მაგრამ თვითონ ამ დანამ ვფიქრობ ყველაფერს თავი კარგად დაართვა. რავი, არც დაზიანებულა, რა თქმა უნდა, ეხლა ეს მოსალოდნელიც იყო, რა არ არის, ეხლა ძალიან რაღაცა მძიმე ტესტი და ბატონინგი და ის არ მიკეთებია. ვარც უნდა აკეთო საკეთი და თუ სხვა გზა არა გაქვს უბრალოდ, მაგრამ რაც საკეთებელი იყო და რაც შეიძლება ყოველდღიურობაში დაგვჭირდეს, ვფიქრობ ის გავაკეთეთ და თავი მშვენივრად გაართვა რა. საერთო ჯამში, რა ვიცი, ხო, იცით როგორ ვაპირებთ მეგობრებო, აი ესეთ ზუსტად ანალოგიური ტესტები გვინდა გავუკეთოთ სხვა დანებსაც, რომ რაღაცა ესე ვარჩიეთ რა, რომ უფრო შესაძლებელი იყოს ერთმანეთთან, რომ რომელი დანა, რომელს რა უპირატესობა აქვს და ესეთი რაღაცა ჩვენი ისტორიასავით დავწეროთ რა. ეხლა ჩვენ რო დღეს ეს პროდუქტი დავჭრათ და სხვა უკვე რთული იქნება ამის შედარება. ნახოთ, სამომავლოდ კიდე თუ რამე თქვენს გექნებათ რჩევები, შენიშვნები, რომ აი ეს გატესტეთ ბიჭებო, ან კონკრეტული რომელიმე მოდელი და გაინტერესებთ, ან რამე კონკრეტულ ნივთზე, კონკრეტული რამის ჭრა, იმასაც ჩავამატებთ, მაგრამ მე შემდეგ მომავალში, მაგრამ ძირითადად ვფიქრობ, ესენი დავტოვოთ ეს პროდუქტები რა, რაც ეხლა მოვიფიქრეთ და შეცვლა რაღაცები შეიძლება, რა თქმა უნდა, ძირეულს მაინც როგორც გითხარით, დავტოვებთ. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ ჩვენი ახალი ფორმატი, ესე ვთქვათ, ტესტის, ადრე 1-2 კი ჩავწერეთ რაღაცა მსგავსი ვიდეოები. ეხლა ესეთი ამბავი გავაკეთეთ და რა ვიცი, იმედია მომავალში კიდევ უფრო დავხვეწავთ და კიდევ უფრო მოსაწონ საქმეებს გავაკეთებთ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი Blaze-ში, რა ვიცი, გვადევნეთ თვალყური და სიახლეებით ჩვენზე იყოს როგორც გვირდებით ხოლმე დროებით.